გაადევს ჩემი მეორე მხარე ჩანა. არტერი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ბანზე დავკარგეთ. მეექვსე შატუნი აღარ არის. სხვა კოლოფი გვაქვს საძებნი. აი ხედავთ ბზარებს. კრუქშია გატეხილი. მაგალოკა. ორშინი სად არის? ორშინი სად არის და აღარ არის. გამარჯობა მეგობრებო. დღეს არის 10 მაისი, 18 მაისს არის დრაგი. ჩვენ დღეს დრაგის აპლიკაციაში ავტვირთეთ 100-200 გავიარეთ 3-ში, ანუ 3.67-ში. ვართ სტოკი ძრავით, სტოკი შემშვები კოლექტორით და სტოკი კოლოფით. კოლოფს რაც შეეხება 8HP50 მოხსენით და დავაყენეთ 8HP70. მაგრამ სტოკია, ჯერ სტეიჯები არ ჩაგვილაგებია. გვაინტერესებდა ყოველთვის სტოკი B58 მაქსიმუმ რა ძალას მიიღებ და რა ძალას ამოვიღებდით და რა დროში გავივლით. ჩვენ მაქსიმუმ გავაკეთეთ 3-6-ში გავიარეთ, აწყობილია მანქანა თავიდან ბოლომდე, დაუშლელი მანქანაა. 3-6 დაუშლელი აწყობილი მანქანისთვის არის აი უიდეალურესი შედეგი, სადაც კი სტორი დამიდია და ვიდეო დამიდია და გარბენის დროები დამიდია, ვაფშე არავის არ ჯერა. და ზუსტად ამ ლოგის მიზეზი, ამ ლოგის ჩაწერის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ გუშინ ღამე გავაფუჭეთ ძრავი, გაწყდა შატუნი და აი იმ ადამიანებისთვის ვიღებ ამ ლოგს, ვისაც არ ჯეროდა რომ ძრავი იყო სტოკი და იყო კოლოფით სტოკი. ეხლა თქვენთან ერთად დავიწყებთ ამ ძრავის ამოღებას. დღეს 10 მაისია და 18 მაისს არის დრაგი. უნდა მოვასწროთ ისევ სტოკი ძრავის ჩადება, იმიტომ რომ კოვკანაწილები ჯერ არ გამოგვიწერია. და რავი, თქვენთან ერთად დავიწყებთ ამ მანქანის დაშლას, თუ რა მოგვივიდა, როგორ გასკდა, რა მდგომარეობაშია, ნახავთ ყველაფერს. ეხლა ჩვენთან არის სერვისში მანქანა, უკვე პატიო მიგზევ ყავს და მოდი ავწიოთ და ერთად შევხედოთ თუ რა მდგომარეობაშია. ალექს აწიე. 3-6-ში გავიარეთ გუშინ ღამე. სტოკი ინტერკულერით, სტოკი ძრავით და ქვემოდან განახებთ ხა რა მდგომარეობა გვაქვს. ეს იმენა სუზეთებშია, ხო, ყველაფერი. სტარტერი აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ბანზე დავკარგეთ. მეექვსე შატუნი აღარ არის. თავისი პორშინი. დავიწყებთ ამოღებას და ამოღების პროცესაც გადავიღებთ და ასევე გადავიღებთ დაშლის პროცესს და ერთად ვნახოთ თუ რა შატუნები ალაგია და რა ძრავით დავდიოდით 3-6-ში მეგობრებო. დავიწყეთ ამოღება და რავი მალე გამოვაძრობთ ახლა ამ ძრავს ჩვენ. და მე უკვე დავიწყებთ ძრავის დაშლას. ორივე მხრიდან არის გამოხეთქილი, მე-6 ცილინდრი რა და ჩვენს გვაინტერესებს რა მდგომარეობა დაგხვდება და რა სიტუაცია იქნება. იმედია კოვკაშატუნები არ იქნება შიგნით, ხო? ამდენი ხანია რომ ვიძახით რომ სტოკი ძრავით დავდივართო, ჩვენც არ ვიცით, მაგრამ სტოკი ძრავია რა, ინტერკულერი სტოკია, ზედა ძრავით სტოკია. 982 ცხენის ძალა ამოვიღეთ საბურავზე და 1072 ნიუტონი. მაგ ცხენით და მაგ ჯანით გავიარეთ აწყობილი მანქანით, თავიდან ბოლომდე აწყობილი მანქანით. 3-6-ში, 3-7-ში, 3-6-ში სტაბილურად დადიოდა. მაგრამ მე ცოტა დავამატეთ კიდე. მე-6 შატუნი დავკარგეთ ბანზე, თავისი სტარტერი. დრაგამდე ყველა პონჩი მოვასწრეთ. დღეს 10-ია და 8 დღეშია და 8 დღეში ერთი ძრავი როგორ უნდა ჩადოთ. ისევ სტოკი ძრავის ჩადებას ვაპირებთ, რადგან კოვანი ნაწილები არ გვაქვს გამოწერილი. ვაპირებთ სადღაც აგვისტოს თვეში რომ უკვე გქონდეს ადგილზე ყველაფერი და კოვანაწილებს როგორც კი ჩამოვიტანთ, ვაპირებთ მსოფლიო რეკორდების მოხსნას, ვაპირებთ 100-200-ის გავლას 2-5-2-6-ში 200-250 ძალიან დაბალი დრო გვინდა და ასევე 0-100-იც ძალიან დაბალ დროში ვაპირებთ გავლას და ну კავკაზე რო აიწყობა უკვე სხვა სეტაპი იქნება და სხვა ჯანზე იქნება და რავი საბურავზე გვინდა რომ ამოვიღოთ 1300 ცხენი ну ეგ ძრავზე ზუსტად ხა არ ვიცი რამდენი გამოდის გადაიანგარიშეთ პროცენტულად და თქვენც მეხვდებით
ეხლა თავარია ჩვენთვის ძრავი ამოვიღოთ, ახალი სტოკის ძრავი ჩავდოთ და იგივე სეტაპზე დავაბრუნოთ, ოდნავ ჯანს დავაკლებთ და ვიასპარეზებთ 18 მაისს დრაგის დღეს. ალექსა ისეთ ტემპით მუშაობს, გადაღებასაც კი ვერ ვასწრებ. და შალა უყელავი, სუარი მანქა. ტოლმა როგორ ახარ? ტოლმა, ბიჭო. როგორ ახარ? ეს არის დვესტი სოროკი. ისე მაგარც გაუძლო არა, ხოქმა ძრავი. ერთი 20 ზაიზდი იყო კი. აი, ინტერკულერის სტოკია. ფიჭებიც იდეალურადაა, არ გაფუჭებულა არაფერი. სტოკი ყუმბარები და სტოკი ხიდი და ისინი კარგად უძლებს. ხამალე გაროკას ჩავხსნით და ამოვაგდებთ წინ. ყუმბარებიც სტოკებია, წინები და წინა კარდანიც. და წინა ხიდიც სტოკები აყენია ჯერჯერობით, რავი. ჯერჯერობით ძლებდა ჩვეულებრივად, პრობლემა არ ქონია არც ხიდს და არც ყუმბარებს. ეს ფლიანეცი გვაქვს გაკეთებული. M3-ის ყუმბარა რო დაგვეყენებია, M3-ის ხიდზე რა. M3-ის ყუმბარა გატესტილია და ძალიან მაგრა მუშაობს და მოგვიწია ამ ფლიანეცის გაკეთება. გადამყვანის რო მერე კარდანი გადავაკეთეთ. აი აქამდე, ანუ აი აქედან აქამდე არის M3-ის და მერე გრძელდება ჩვეულებრივად სოროკის რა, რადგან უკან ხიდი M-ის აყენია, მოიწია ესეთი რაღაცის გაკეთება. ალექსამ მოხსნა უკვე რას დაკაცდა. და ჩამოვაგდებთ უკვე კოლოფს. მერე ამოვიღებთ ძრავს. ყველაფერი არის სტოკი. ჩამოვაგდებთ ეხა კოლოფს. რომელი ბოლდარო მოსახსნე? ესა. ახლა? არცა. ხო არ უჭერს. კაი. არ მინდა კონდეს. არ გადავარდეს. აი. ხოდზეა. Stokija просто mdzimia. დაჯის. კარტერიც გატეხილი აქვს, ხო? კი. კარტერიც გატეხილია. იზიც. Всё, დაბლაწევ? დავაი, ჩამოვაგდოთ და ამოვიღოთ ძრავიც. ხა, ამოვიღებთ უკვე ძრავს და მე დავიწყებთ დაგოლვას და დაგოლვის პროცესაც გადავიღებთ აუცილებლად. და ამოღების პროცესაც და ვნახოთ ერთად ყველაფერი. დავიწყეთ ძრავის ამოღება და დაჩვენებთ. რამ ამოდის ხო? აქეთ ვენტილატორზე არ ედება ხო ალექს? არა თორე. რა მარტი გამოვიდა. მოიცა უკან მახავიქს. კაი, მოიცადეთ ერთად, რა გჭირთ?
ალექსანდრინას ბური ძრავი გამოაძრო ქანი და აუ ამხელა დირკა ადევს ჩემი მეორე მხარე ჩანა იმენ გიო მაკედან გამოხედე აბა ქვემოდან გამოგხედე აბა ხო დირკა რო ადევს მაკედან ზეთის ნასოსი მაგარი გაგლეჯილია აი დავგოლოთ ეხა და ეგა ალექსანდრ ხო ამოაძრო ძრავი რა წეღა ნახავდით კიდევაც და შეხედეთ შემოტრიალდი ალექსანდრ აბა ნაცლებად რა დაშლიდა ხო არა ზორში კაი გამხელა ისე დავატირი არა და ზეთ რო დგას არ ჩანახო აი ეხა უკეთესად ჩანს 1 2 3 სტარტერი განახოთ მოიცადე და მდგომარეობაში იყო თავი დარჩა მარტო ძირი აღარ არის ეგ არის რა ეხა დავიწყებთ ძრავის დაგოლვას და ხალხას ავხდით და ვნახავთ რა მდგომარეობაში გნით რა არის სტოკი და რა არ არის სტოკი ჩვენ ვიცით რაც არის სტოკი ყველაფერი სტოკია მაგრამ თქვენც ნახავთ ჩვენთან დაიგოლა უკვე ძრავი ბევრი აღარაფერი აღარ დარჩა და მალე გავხსნით გავუკას ავხსნით და ვნახავთ რა მდგომარეობა დიო ცოტა დააკვდა და კრუგში შემოხსნიდა რა ნიზ ხო არა 5 ცილინდრიანი იქნება ზეთის ნასოსიც აქ არის კლადიშებიც ვნახოთ რა მდგომარეობაშია მაგრამ შატონის ძირი ზეთვია შეჩენილი 10 მაისს რო ეს მოგივა და 18 მაისს რო დრაგია შარშან დრაგის წინა 3 დღე იყო დარჩენილი რა თუ 2 დღე და გავუხადეთ ძრავს და დავაფარეთ ეს 55-ზე ხო ო სულავამ დაგვეხმარა გიო ძალიან დიდი მადლობა აღდგომის დღეს პრინციპას აკეთებდა რავი წელი ცოტა ადრე მოგვივიდა რა ერთი 10 დღე რამდენი 8 დღე გვაქვს ხო პერიოდი ხო 8 დღე გვაქვს პერიოდი გავასწრებთ მაგარი ნაბძოლი აქვს შატუნს გარეთ გამოსვლაზე ბიჭო არა შატუნი გაწყდა რა გაიღუნა პორშინმა კალენვალს დაარტყა და თან მოწყვიტა რა ეგრევე და დატრიალდა მერე მოწყვეტილი პორშინ მოწყვეტილი შატუნი რა და დალეცა შიგნით ხო 170-ზე მოუვიდა კაკას მე-4-ს ამთავრებდა და სარკეში რო ან ცხვირი დაღუნა მანქანამ და სარკეში რო გავიხედე ნაპერწკლები იყო და მეთქი ყუმბარა ჩაიშალა უეჭველით ხო რა თურმე რა ყუმბარა სტარტერი იმენა ფუნოს ლაბოოში იყო გაჭედილი უკან მომყვებოდ დავიზეცი და მე ზეთი რო დაიყურა თან უკანა საბურავები ისენი და დაიწყო ტრაკის ქანავი და ეგრევე მეთქი ტორმუზი არა და ნელ-ნელა გავიჩერჩე გვერდზე და გავაჩერე მაგარი ცუდი შეგრძნება რაც ავარია კარგად დამთავრდა ყველაფერი შვიდობით P50 იქნებოდა ხო ისე მაგარი გაუძლო რა ამ ძრავ ტრიალებს შეულებია ძრავ გაჭედილი არ დასტუკულა ძმაო სტუკი არა აქ შეგვიძლია ესე მოვაჭრათ ეს უკან მხარე მივადოთ და ეგა ეხა ჩამოუშვებთ და
დავიწყებთ უკვე გალოკის კრიშკის და გალოკის ახთას და გალოკის ახთის პროცესსაც აუცილებლად გავიღებთ, ყველაფერს გადავიღებთ აბსოლუტურად და გაჩვენებთ. ეხლა ხთის ალექსა უკვე კრიშკას და ესეც ჩვენი მეორე მსოფლიო დონის პროექტი, რომელიც ძალიან მალე ძალიან მაგარ დროებში ივლის. ალექს ერთ ნახევარ საათში ავხდით უკვე გალოკას, ხო? არ უნდა, ხო? შენ ხდით რა? გიგდა? მე ნაწილები დაცვი და გალოკაზე არ იქნება სავარაუდოდ მონახვედრი, ხო შეიძლება იყოს. კაი სუფთა ძრავი. ეს შრიკები დამალე. ეს შრიკის რასპედლებია? შრიკი არა ის რა. კარგია. ის კაცი როა ხო, იმ ინტერნეტში როა. კარგია. იდეალური. ხა. რასპედლებს ამოვიღებ, დავშლით და გალოკის ახლის პროცესაც გადავიღებთ. ეხლა უკვე დავიწყეთ რასპედლების ამოღება და თან ცოტა ნაწილებიც მივალაგეთ. მანქანაც გადმოვიყვანეთ აქეთ და ამ მილაგების პროცესში და ამ დალაგების პროცესში ცოტა ცუდი ამბავიც გვაქვს. ახალ პრობლემასაც მივაგენით. ეს იყო შემოდუღებული კოლოფი, რადგან 8 ცილინდრიანი ის არის. 5 ცილინდრიანის თავი მივადუღეთ, მაგრამ ეგ არაფერ შუაში არაა. ძრავის გახეთვის მერე უკვე სხვა ადგილას გასკდა კოლოფიც და უკვე სხვა კოლოფი გვაქვს საძებნი. აი ხედავთ ბზარებს, კრუგშია გატეხილი. სავარაუდოდ ძრავი რო გასკდა რაღაც მომენტში უეჭველი კალენვალი გააჩერა ან რამე და წამოვიდა უკვე თვითონ კოჟუხზე ძალა. ერთ სიტყვით ეს სურპრიზად გაგვეჩითა, ესეც უკვე მოსაგვარებელი გაგვიხდა ძრავთან ერთად და ამი მაქსიმალურად ახლა შევეცდებით ყველაფერი კიდევ უფრო დეტალურად გაჩვენებთ. დანარჩენს უკვე ძრავს რო გავხსნით. ავალაგეთ უკვე ყველანაირი ნაწილი, რო არ აგვერიოს და აგვერიოს და ძრავს რო გავხსნით, ერთად ვნახავთ თუ რა ალაგია შიგნით გამდგომარეობა და გვხდება და დასრულდება ეს ვიდეო, მეგობრებო. დავაი, დავიწყოთ ახთა გალოკის. რაღაცა გიჭერს, მე მგონი ქვემოდან შატუნი გეკაჩება, ბოლტია ერთი ცალი დარჩენილი. მეც. მანახი აბა გალოკა. ორშინი სად არის? ორშინი სად არის და აღარ არის. ორშინი არის, ხო? საერთოდ არ არის. ვარ წეროვანში ჩავიდეთ და ჩამოვიტანეთ. ვა. ის დეც. მაჩვენე აბა. რა გჭირს? ხო, აი ეჩოჩერო დავაფიქსირო კარგად. მაგარი ნაბძოლი აქვს. ეს ეს ორშინი. ბიჭო, ეს ისა კოკა ორშინები როა რა. Dobra, gladkac kołka świetnie. Gladka kołka. 91-972. მაგარი მდგომარეობაა რა გინდა.
სუფთაა გილძი ვაფშე. არაფერი არ დევს შიგნით. კაი, გამოვაძროთ. ხა დანარჩენიც და გადავიღოთ. რა გინდა ძმაო, 5 ცილინდრი ხო იდეალურია. აი, ეხა მე-6 შატონი ხო გაწდა რა. და დანარჩენი ხო იდეალურადაა და რამდენი იარა მანქანამ და ამ ძრავმა და რა სვეჟათაა ბიჭო ეს პორში. დავით დეტონაციის პოლიცია. ვაფშე არაფერი იმენა სვეჟია. კლაპნებიც იდეალურ მდგომარეობაში, სვეჩებიც იდეალურ მდგომარეობაში. просто მე-6 ცილინდრი არა არც გალოკაში და არც ნიზში. ნიზბეც. ვაფშე გამქრალია პორშინ შატონი, რომანზაკლია. ეგა, ეხა კარტერსაც მოხსნით, შატონსაც გამოვაძრობთ და ერთად ვნახოთ თუ რა შატონია შიგნით. ორშინების სტოკია დავაფიქსირე კიდევაც, გალოკა თავიდან ბოლომდე სტოკია, არც პორტირება აქვს გაკეთებული არაფერი. დაგვრჩენილი გვაქვს ახლა მხოლოდ შატონის ახლა, მაგასაც ვნახავთ და მაგით დავასრულებთ ამ ვიდეოს. Start problem. გერმის ეშველება გალოკას? ერთი კვირა დამჭირდება და უშველი. ეს ლაპაც გამოდგება, ხო? გაირეცხება და იوارგებს. იوارგებს. მე მგონი ზეთის ნასოსის და ისوارკება, აი პროსტო ბზარია თაგერა და გვერდი აქვს ხო, მოტეხი. ბატონს გადაუტანთ და დააგუღეთ. ყველაზე საინტერესო კლადიშის მდგომარეობა შერჩენილია ზეთი. არაფერი არ ეჭირება დაწუნებულა. ნახოთ აბა, დაიშლება, კუბზე დავდე. გამოჩნდება ყველაფერი. კარტერი რა დღეშია. ზეთის დაჩიკიც მთელია. თორია შკივი გადარჩენილია, მოწყვეტილი არა. შკივი? რავი, იყიდება 5 ცალი შატონი, 5 ცალი პორშინი. გალოკას მოვაჭრეთ იმ მე-6-ს და 5 იმიანი. რამდენი კლაპნიანი გამოდის? 20 კლაპნიანი გამოდის, ხო? 20 კლაპნიანი გალოკა და B58 არა, B50. ხო გიო? B50 გამოვა, ხო? კი, B50. უეჭველი, ხო? ხო. ეს ნასოსიც აქეთ გადმოვაჩოჩოთ მე-5 ცილინდრთან. აი, გვერდზე მივადუღოთ რა. ჯობია 5 ცილინდრები გადავდა რა. მაგას ფიქრობ ახლა რა. და იშალა, ხო? ამაგარი ნასოსია. სასწრაფოდ ეს უნდა ვნახო. არა, ნახე, ვაფშე. ეს ისა, მოიცადე ერთ წამს. ეს ისა, უკან ახარეს. ეს ისა, რა ყოვანი როა, ხო? ეს ARP-ს ბოლტებია რა. მე თქვა რომ ყოვანია. ყველა მაგას. ყველა მაგას იძახის თითქმის რომ გაკეთებული ძრავია. აი ხა ძირს მოგიტაგერ და დაჟე ქარხნული კლადიში როდეში შიგნით მაგას ვნა. პირველი კლადიშო იდეალურ მდგომარეობაშია, ხო? როგორც გითხარი. ცოდე. ბიჭო ის შატონი აქ დადერა ერთი წელით, რა მოიღებ. ისიც და ისიც. გაცვეთილია. არა, გაცვეთილი ხო ეგეთი ფერი. ცოტა ნაჭამი იქნება. სტოკის შატონი. დასტუკი არ არის. ეჭერო. რა, დასტუკული საიდან იქნება? ეს წითელი ისენია ქამს. გახარები წითელია. კლადიშებია, ხო? შენ გაცვეთილეს. ეს იმენა ქარხანაა, ხო? აი ვე. ა? STD უნდა ეწერო. STD. რავი, დამივარდა ძი. სტანდარტ. სტანდარტი შატონი.
მომეხელეთ მოდაი ნახე. იყოს. მომეცა მოვაძრო კლავიშს და უკანა შევხედეთ. BMW აწერია BMW დაჟე. ინციდენტი და ვაფიქსირებინოთ. ვერა ფიქსირებს კამერა. შოქი გინდა გარეთ. განაცემთ ტელეფონის განაცემას. აი BMW აწერია. დაიკავე. გაწმინდა გიო. ვიცა ფოკუსი დავიჭიროთ. მაგრამ ვერ იჭერს ფოკუსი, მოდი აბა გარეთ გავიტანოთ. რავი, ქარხნული კლადიშებია, ქარხნული შატონი, აგერ გიოს უკავია ხელში. ბიჭო, მაგას წარწერები ხო? დაიკავი გიო ერთ წამით. რაღაც წარწერები ხო აქვს თიცა არჩეველი. არა. ის მეორეს ეკნება, ქვედაძირი სადა? ქვედაძირი სადა ალექს, გვათხოვე? ეხლა რო კოვანი ამოსულიყო მაგ. კოვანი ქვედაძირის დედაძირისაც ხონდა ქონდეს. ბიჭო, მე მგონი რომ ქვედაძირს აწერია ხოლმე ეგენი რა, აქ 10-ია. აქ. აი აქ უნდა ეწეროს. არა, და 13 კი არის ეს და ისე უნდა იყოს. არა. კაროჩე ეს დააფეთქებული სტოკია, აჰა. აჰა. მე ჩავსვათ ისე უკან. უკანა მხარე დანარჩენი აღარ გვაქვს და წეროვანში თუ ვიპოვებთ ძაბე მაგასაც. წამოგვიღეთ. წამოგვიღე. მე მგონი იმას ეაწერია, ხო, შუაში გიო მაგას. მთლიანი მღერძე. სადაც წერია ვაში ციფრები რა. ამათ გარდა. აი რა არის. სტანდარტი ეწერება მამ. ბიჭო, ამას აწერია BMW FM-io თუ რაღაც რა. ოი. BMW და კოდი უნდა ეწეროს მაშინ სტანდარტს. 7-600 რაღაც 620-970 რაღაც აწერია რა. ეგა ჩავსვა დავაწყოთ. ხო, დავაბრუნოთ ისევ თავისად. აჰა, ალექსამ ამასობაში გამოაძრო. ბიჭო, აქეთაც გადმოყრილია ნახე ამ იმაში ამ ცილინდრში რა. ხო, არა იქნებოდა. გააძრე რა რომელიმე საღი ისა შატუნი ერთი ცალი. სულ ყველას გავაძრო. просто ერთი ცალი იქ ვერაფერი ვერ გავიგეთ ძმაო. ხან უკანა ხელი მოყვა, ხან წინა რომელია ვერ ავაწყეთ. არ უნდა დააჭირვებოდა ამ ოცხალში. შეიძლება ცოტა გვერდულად იდგა. არა, ამასაც ვაუ, ამას მაგარი მომაჩა. ამას მოუსწრია შეტანა. არა, რამაში იყო აი. ეს დედა აღარ ყავს. ანუ მალე დაგვესტუკებოდა. არ დაგვესტუკებოდა ისა. ნატეხები შეიტანა რა. ნატეხი ბიჭო მთელი ისე. ეგ თავის ჩასრიალდა ის ნახე მეორე. ხო, ეს როგორ გაუჭირდა ამას დაინახე. ბიჭო ეს ცხე გაცა, შენ რომ მოუშვი მაგიტო გაცხელდა ხო? რატო რჩება კლადიშები? ეს ვაფშე მიგრული აქ ამას. ერთი ცალი პორშინი გამომივიდა რაც მოგას გაქვს. გადაატრიალ და ერთი ცალი პორშინი თავის შატონით მომეცი და ამ ვიდეოს ავასრულებთ. და როა დატო როგორ ახარ? მეც დაახლოებით ჩემ პონჩი. რატო? გამორთი. მოიცადე. მოიცადე ერთ წამით. ო, ეგეთი არა. მეგობრებო, ქარხნული შატონი. შატონი გაწყდა. კაროჩე, აი ქარხნული შატონი მეგობრებო. რავი, მეტის ნახვას და დაშლას აზრი აღარ აქვს. თქვენ თვითონაც ნახეთ, რომ სტანდარტი ძრავით დავდიოდით. 8 HP 70 ყოველთვის გვეყენა, ეგეც სტანდარტი ოღონდ stage-ები არ იყო შიგნით. ვისაც არ გჯეროდათ, რომ სტოკი ძრავით გავიარეთ 100-200-3-6-ში,
აჰა, მეგობრებო, ამ ვიდეოს მერე დაიჯერებთ და მიხვდებით, რომ ჩვენ რასაც ვამბობთ ყველაფერს სიმართლეს. ჩვენ თვითონ საკუთარ თავებს არ ვატყულებთ, რადგან თუ რამეს დავწერთ და ვიტყვით, რომ არის ქარხნული, იქნება ქარხნული, იმიტომ რომ ჩვენი თავის ტყუილიც გამოდის და თქვენი თავის ტყუილიც გამოდის და შესაბამისად ყველაფერს ვწერთ, ვაკეთებთ და ვამბობთ ყველაფერს მართალს. იმიტომ რომ ჩვენ სოფლიო რეკორდების დროების მოხსნას ვაპირებთ, სოფლიო რეკორდები გვაქვს მოხსნილი და ტყუილი არ ჩვენ გვაწყობს და არც თქვენ ტყუილს არ გეტყვით არასდროს. რავი, იმედია ამ ვიდეოს მერე დაგვიჯერებთ. მე კიდე გემშვიდობებით, კარგად იყავით. რავი, წარმატებებს გისურვებთ ყველას.